2026 წლის ახალი წელი მოდის, ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის, რომელიც 60 წელიწადში ერთხელ არის და მე ვარ ამ წელს დაბადებული, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებიც, ჩემი 66-ში დაბადებულებს გულისხმობ. პირველად მოდის ჩემი წელი წარმოიდგინეთ 60 წლის ხვდები რა და განსაკუთრებულად ეს 25 წელი რო გადის ეს საშინელი წელი ყველაზე უფრო ცუდი წელი რაც კი ჩემ ცხოვრებაში ყოფილა რაღაც იქნება საერთოდ ცეცხლოვანი ცხენის წელი ისეთი განსაკუთრებული იყო ცეცხლოვანი ცხენის წელი იმიტომაც იყო 60 წელიწადში ერთხელ და ეს აკითხული მაქვს, რომ იაპონიაში საერთოდ აღრიცხვაზე აყავდათ რა ცეცხლოვან წელს დაბადებული ბავშვები რა. აი ეს არ იყვნენ მარტივი ბავშვები რა, ესე ვთქვათ რა. ხო და ყველას მინდა რომ მოგილოცოთ განსაკუთრებით 66 წელს 1966 წელს დაბადებულებს რა. შეიძლება ხარ კიდევაც აღრიცხვაზე იაპონიაში. ხო არა, თავიათ იაპონიაში ვიძახი რა. და ეს არის რა, პრინციპში პირველად მოდის ჩემი წელი 60 წლის განმავლობაში. ხო და ძალიან მინდა რომ ეს რა თქმა უნდა თხოვა თინიკოსაც და ეკასაც რომ და რა თქმა უნდა ანანოსაც ეხლა ანანოსთან ისეთი ახლო ურთიერთობა არა მაქვს, მაგრამ არც ვიცი ეხლა ანანოს და თინიკოს თუ აქვს ურთიერთობა, ესეც არ ვიცი. და ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ეს რაღაცნაირად ჯერ ერთი ესე არ წავიდეთ ამ ქვეყნიდან რომ ეს გულში ჩავიტოვოთ რა ალბათ ყველას რაღაცნაირად გულში აქვს ჩადებული ხო რომ ერთ საფხარეს რომ ეს რა ვქენი და აი და თელ თავის ცხოვრება ინანიებს სოდებს და მეორეს კიდე რომ აი ვერ ლახავს რომ აი აპატიოს და შენდობა გაუკეთოს და ამ შემდეგ და ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ ეს ძალიან დიდი აქტი იქნება მთლიანად საქართველოსთვის დამიჯერეთ რა.